იმისათვის, რომ მძიმე შედეგის წინაშე არ აღმოჩნდეთ, საჭიროა ვიცოდეთ რა არის თრომბი. ის შეიძლება სხეულის სხვადასხვა ნაწილში გაჩნდეს. თითოეული მათგანი განსხვავებული რისკით გამოირჩევა. თრომბი ფეხზე ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ხშირ შემთხვევაში ვითარდება ღრმა ვენებში და ცნობილია როგორც ღრმა ვენური თრომბოზი. ხელზე შედარებით იშვიათია, თუმცა არსებობს ასეთი შემთხვევებიც. სპეციალისტთა განმარტებით გულის სისხლძარღვებში თრომბის გაჩენამ შეიძლება გულის შეტევა გამოიწვიოს. სიმპტომებად მოიაზრება ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, ოფლიანობა, სუნთქვის გაძნელება და თავბრუსხვევა. როცა თრომბი ტვინში გადადის, ის შეიძლება ინსულტის მიზეზი გახდეს. ეგრეთ წოდებული ფილტვის ემბოლია ერთ-ერთი ყველაზე საშიში მდგომარეობაა, რომელიც ხშირად მოულოდნელად ვითარდება. ფილტვის თრომბს ახასიათებს სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდში და აჩქარებული პულსი. თრომბის ნებისმიერი ფორმა დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საჭიროებს, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები და ჯანმრთელობისთვის სერიოზული რისკები შევამციროთ. მის განვითარებაზე გავლენას ახდენს როგორც ცხოვრების წესი, ისე ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გენეტიკური ფაქტორი. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თრომბის პრევენცია პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესითაა შესაძლებელი. ყოველდღიური რუტინის მცირე ცვლილებაც კი მისი რისკის შემცირებაზე დიდ გავლენას ახდენს. თრომბის თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში, რაც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება სისხლის მოძრაობას უწყობს ხელს და ორგანიზმს დეჰიდრატაციის განიცავს. ექიმის რეკომენდაციით მაღალი რისკის ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა შესაძლოა გამოიყენონ თრომბის საწინააღმდეგო წინდები, რომლებიც ვენურ მიმოქცევას აუმჯობესებს და ღრმა ვენური თრომბოზის განვითარებას ამცირებს. სპეციალისტების განცხადებით, თრომბი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა, ამიტომ პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.